TV პირველის მაყურებელიც პირდაპირ ეთერში ხედავს, რომ რამდენიმე წამის წინ მოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს ყველაფერი. ახლა ჯერჯერობით გაიმართება დახვედრის ცერემონიალი ორბელიანების სასახლეში. მას დახვდა მიხეილ ყაველაშვილი. პროტოკოლური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი უკვე ლიდერები გადაინაცვლებენ ორბელიანების სასახლეში და უკვე მათ შორის დაიწყება პირისპირ შეხვედრა. შემდეგ უკვე გაიმართება გაფართოებული შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის. თუმცა განცხადებები ორბელიანების სასახლეში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, არ გაკეთდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი უკვე ამის შემდეგ გადაინაცვლებს ირაკლი კობახიძესთან 2 საათზე უკვე მათ შორის გაიმართება განცხადებები და უკვე მოვისმენთ რა განცხადებებს გააკეთებენ მხარეები. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არის აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს შორის. ბუნებრივია ერთ-ერთი ეს არის შუა დერეფანი და საქართველოს როლი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს რეალური ალტერნატივა და კონკურენტი გამოუჩნდა ზანგეზურის დერეფნის კუთხით, რადგან რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ ტვირთები აზიიდან უკვე ზანგეზურის დერეფნის სრულად ამოქმედების შემდეგ გადავიდეს ევროპაში და საქართველოს როლი ამ მიმართულებით შემცირდეს. საკმაოდ საინტერესო და ყურადსაღები იყო ალიევის განცხადება რამდენიმე თვის წინ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ როდესაც ზანგეზურის დერეფანი სრულად ამოქმედდება, იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე საქართველოს საჭიროება იქნება ნაკლები და ბუნებრივია ტვირთები საქართველოსდან არა და არამედ სომხეთიდან გავა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამიტომაც დიდი ალბათობით ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ირაკლი კობახიძეს შორის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ბუნებრივია დავით გარეჯის საკითხი, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ რეალურად ბრალი დაასდო რამდენიმე კარტოგრაფს იმის გამო, რომ მათ არასწორი დელიმიტაცია, დემარკაცია მოახდინეს აზერბაიჯანის საზღვრისა. რამდენიმე მიმართულებით საქართველებისთვის არის ჩარკეტილი დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა, მათ შორის ჩაკეტილია უდაბნოს მონასტერი, ასევე ჩიჩხიტურის კოშკი და საინტერესო ახლა მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო დავით გარეჯის კამპანია, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს და წლების განმავლობაში ამაზე აპელირებდა ქართული ოცნება. საინტერესოა რას აკეთებს ახლა მათ შორის ირაკლი კობახიძე იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნას დავით გარეჯთან მისასვლელი რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ამ კარტოგრაფების სკანდალის შემდეგ სრულად არის ჩაკეტილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საუბარია, როგორც უკვე გითხარით, ჩიჩხიტურის კოშკზე და ასევე უდაბნოს მონასტერზე. და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ემთხვევა მათ შორის ალიევის ვიზიტი საქართველოში. ეს არის ავხან სადიგოვის საქმე. საინტერესოა ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ექსტრადირება მოხდა აზერბაიჯანში. საინტერესოა ის, რომ ეს საკითხი ძალიან დაემთხვა და არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის კოორდინირებულად მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან რამდენიმე დღის წინ ავხან სადიგოვიზე შეწყდა სისხლის სამართლის დევნა აზერბაიჯანში. ამას მოჰყვა უკვე საქართველოს სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ცვლილება და ზუსტად გუშინ განხორციელდა ავხან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს ჰქონდა მოთხოვნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან, რომ საფრთხიდან გამომდინარე არ უნდა მომხდარიყო ექსტრადირება და ეს უნდა დროში გაწელილიყო, იმიტომ რომ არსებობდა როგორც ავხან მუხტარლის შემთხვევაში, ასევე სადიგოვის შემთხვევაში საფრთხე, რომ მისი უფლებები აზერბაიჯანში იქნებოდა დარღვეული და თქვენ ხედავთ, რომ სწორედ მისი ექსტრადირება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის ვიზიტს დაემთხვა საქართველოში. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ ცერემონიალი თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება. შეხვედრა ირაკლი კობახიძესა და ალიევს შორის გაიმართება უკვე ყაველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. პირველის ნახევარზე ელოდებიან აზერბაიჯანის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში. გაიმართება უკვე კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა, შემდეგ იქნება გაფართოებული შეხვედრა და ამის შემდეგ უკვე 2 საათზე, როგორც უკვე გითხარით, მხარეები გააკეთებენ განცხადებებს. სამწუხაროდ ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ გვექნება და საინტერესოა უკვე მხარეები რა საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას.